გამარჯობა. მე შემამჩნია, რომ ბევრი გამოხატავს სრულს, რომ უნდა იპოვონ ალტ შეყვარებული ან გოთი შეყვარებული ან ემო შეყვარებული და ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის დარდის საგანია, რადგან არ იციან ეს როგორ გააკეთონ. საბედნიეროდ, მე დღეს შეძლებ თქვენს დახმარებას. როგორც პროფესიონალი და სერტიფიცირებული ვირჯინი, მე ზუსტად ვიცი რა არ უნდა გააკეთო თუ გინდა მდედრის მიზიდვა. შესაბამისად, ლოგიკის და დედუქციის გამოყენებით მე დავასკვენი ზუსტად რა უნდა გააკეთო თუ საპირისპირო შედეგის მიღება გინდა. მოდი ჯერ დავსვათ კითხვა. რატომ გინდა ალტ გოგო? ჩემი აზრით ამ თემაზე ბევრი განხილვა და დისკუსია შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისი ყველაზე მარტივი შეჯამება ერთი უძველესი სპარსი ფილოსოფოსის რუმის სიტყვებით შეიძლება. წყნარ ზღვას ძლიერი მეზღვაური არასდროს შეუქმნია. ამიტომ იქნებ ჯობია მისცე გოგოს ესაილუმიდან შანსი. მოდი გადავიდეთ რჩევებზე. ჩემი აზრით, ადამიანების უმეტესობა ვარდება იმ ხაფანგში, რომ თვითონაც ცდილობენ, რომ დაემსგავსონ ის ადამიანს, რომლის მიზიდვასაც ცდილობენ. მაგალითად, იცვლიან ქმის სტილს, ჩაცმულობას, იწმევენ ჩავებს, იხატავენ ტატუებს, ტვინკები ხდებიან, იწყებენ DSPM-ის და პოსტ-პანკის და ბლეკ მეტალის მოსმენას. პირდაპირ გეტყვით, ეს ყველაფერი არა მარტო არაეფექტურია, არამედ ტრაგიკულია, რადგან შენ ხდები ფოუზერი. ფოუზერობა კი უდიდესი ცოდვაა, რაც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს. პირველ რიგში, ყველა მიცის, რომ მეტალჰედები და DSPM-ის ფანები ასექსუალები ვართ და ცოცხალი გოგოები არ გვაინტერესებს. ამიტომ ნებისმიერი ვინც შეამჩნევს, რომ ასეთ მუსიკას უსმენ და თან ამავდროულად მდედრებისადმი მიილტვი, ფოუზრად გაღიარებენ და საზოგადოებაში შერცხვენილი იქნები. ამიტომ ეს რომ თავიდან ავირიდოთ, ტაქტიკა სრულიად შესაძლებელია. აქ წარმოგიდგენთ ჩემს სრულიად ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მხოლოდ ლოგიკას და ფაქტებს ეფუძნება. მოდი დაფიქრდით. რა აქვთ საერთო ყველა ალტ ემო და გოთ გოგოს? რამდენიმე წამს მოგცემთ? თუ თქვენ თუ ვერ მიხვდით, პასუხი ცხადია. უკლებლივ ყველას აქვს დედი ისიუზი. ამის გამოყენება კი შემდეგნაირად შეგვიძლია. თქვენ უნდა დაემსგავსოთ იმ აბიუსივ მამას. დავიწყოთ დიეტით, რადგან შენი ის ხარასაც ჭამ. სრულიად უნდა გადახვიდეთ ლუდისა და შებოლილი თევზის დიეტაზე. რა თქმა უნდა, სხვა სასმელებითაც შეგიძლიათ ლუდი ჩაანაცვლოთ, თუ მაგათად არაყი გირჩევნიათ, მაგრამ ლუდით ორ ბაჭიას ერთად მოყავთ, რადგან წონაში მომატებაში და სერიოზული ყიბის დადებაშიც დაგვეხმარება. საჭმელს რაც შეეხება, უნდა ჭამოთ მხოლოდ დამარილებული, გამხვარი ან შებოლილი საჭმელი და მიყვეთ ამ დიეტას მდედრის მოსახიბლად და შემდეგ შესანარჩუნებლად. ასევე დაუშვებელია წყლის დალებაც. შემდეგ გადავიდეთ ჩაცმულობაზე. აქ თქვენთაც მიხვდებით, მაგრამ მთავარი დეტალია ქამარი. შეძლების დაგვარად მძიმე და მტკივნეული უნდა იყოს. თუ შეძლებთ, აჯობებს რამდენიმე ქამარი გაიკეთოთ. ან ერთი გაიკეთოთ და ერთი ჯიბეში ან ჩანთაში გქონდეთ. ან თუ არა გეზერებათ ხელით ატაროთ მუდმივად. და რა თქმა უნდა, როგორც წინა პუნქტში ვახსენე, ღიპი აუცილებლობა, რაც დიდი მით უკეთესი. ღიპის გაპარსვას დაუშვებელია, რა თქმა უნდა. შემდეგი ნაბიჯია ქცევა. ანუ სწორად უნდა მოერგოთ თქვენს როლს. დაუშვებელია ყურადღების გამოჩენა მდედრის მიმართ. ეს უპირველესი შეცდომა, რომელსაც ხალხი უშვებს და შემდეგ უკვირთ. რატომ არ უნდა ამ გოთს მდედრის ჩემთან ყოფნა? გიმეორებთ, ესაა ყველაზე მწვავე შეცდომა. უნდა ვნახოთ, რაც შეიძლება იშვიათად. არასდროს მივწეროთ და არასდროს უპასუხოთ მესიჯებზე და ლოგოუსტოთ ყოველთვის. უნდა დაგავიწყდეთ ხოლმე მისი სახელი. ანუ ყოველ ნახვაზე სხვა სახელით უნდა მიმართოთ და თუ შეგისწორებთ, მაინც იმ სახელით უნდა მიმართოთ. ქამარი ვახსენე უკვე და დანარჩენ თქვენც მიხვდებით. და ბოლოს აუცილებლია რომ სამთვეში წახვიდეთ, მაქსიმუმ სამთვეში წახვიდეთ. ანუ უთხრათ, რომ აიმე წავალ, მინდა რომ ზეგი ყიდო, კონკრეტულად შენ გასიამოვნო, შენ მიმართ ყურადღება გამოვიჩინო, რადგან ვიცი რომ ეს პროდუქტი ძალიან გიყვარს, მახსოვს ბავშვობაში რომ swamdi ხოლმე, ხო და აიმე წავალ და ძეს ვიყიდი და შემდეგ აღარ უნდა დაბრუნდეთ. მაგრამ თქვენ იტყვით, რომ მაგრამ თუ წავიდი რა აზრი აქვს? ამაზე პასუხი ის არის, რომ სხვა ალტერნატივა ფიზიკურად არ არის. ანუ სხვა ალტერნატივა არის, რომ სამთვეში იფიქროს, რომ ეს რატო არის ისევ აქ, რატომ იჩენს ყურადღებას ჩემ მიმართ, ესე იგი მე ამისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული ვარ და ეგრევე დაიკარგება თქვენს მიმართ ინტერესი და იგი წავა და გიღალატებთ. ამიტომ მაგას შეიძლება შეინარჩუნოთ პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ და ძეზე წახვიდეთ. და ამით როლსაც არ გატეხავთ და როლს შეინარჩუნებთ. ეს იყო ჩემი რჩევა. ჩემი აზრით უკვე ამის გათვალისწინებით აღარავის აღარ უნდა გქონდეს პრობლემა, რადგან სრულიად ყველაფერი მოვიცავი ამ ვიდეოთი. და კიდე თუ აღარ გამოგივიდათ, უკვე თქვენი ბრალი უნდა შევცვალოთ. თუ დაგეხმარეთ, არ დაგავიწყდეთ რომ დამიდონატოთ. მინიმუმ იმდენი ფული, რამდენიც გაქვთ ბარათზე. მეც არ ვითხოვ.